ინფრასტრუქტურული პროექტები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე მილიონობით ლარი დაიხარჯა. პრიორიტეტული იყო ღვარცობ საშიში მდინარეებზე ნაპირსამაგრის სამუშაოების ჩატარება და გარეგანათების სისტემის მოწესრიგება. მუნიციპალიტეტში აშენდა რეკრეაციული ზონები, რომელიც ახალი მიზიდულობის ცენტრები გახდა. ძირითადი აქცენტი გაკეთებული იყო თავდაპირველად განსაკუთრებული აქცენტი საგზაო ინფრასტრუქტურაზე, იმიტომ რომ ქალაქის ქუჩები იყო მოსაწესრიგებელი, ისევე როგორც სოფლის ცენტრალურ ადგილებამდე მისასვლელი გზები. შემდგომ უკვე რა თქმა უნდა ეს დარჩა პრიორიტეტად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, დღემდე პრიორიტეტია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, მაგრამ უკვე ფართო სპექტრი შევარჩიეთ უკვე პროექტები სხვადასხვა მიმართულებით. ეს იყო როგორც გარეგანათების პროექტები მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რეკრეაციული სივრცეების შექმნა, კაპიტალური სანიაღვრე არხების მოწყობა, მდინარეებზე ნაპირსამაგრის სამუშაოების ჩატარება, სპორტული მოედნების და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და მთლიანობაში ვცდილობდით, რომ ის ფინანსური რესურსი, რაც მუნიციპალიტეტს გააჩნია და მინდა აღვნიშნო, რომ წლიდან წლამდე ეს რესურსი იზრდება და შედარებით შესაძლებლობა მეტი გვეძლება მუნიციპალიტეტს, რომ უფრო წერტილოვნად, უფრო მეტად მოახდინოთ რეაგირება და ოპერატიულად მოსახლეობის საჭიროებებზე, უკვე სხვადასხვა პროექტებზე გვაქვს გათვლილი და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი 8 წელი იყო ჩვენი მუნიციპალიტეტისათვის, გვაქვს გარკვეული წარმატებები, მიღწევები.